მშვიდობის. ეხლა მოვედით. სოსო უკვე სოსომ გაიხადა ეგრევე. მე კიდე შენატორი გაიხადა. იმიტომ რომ ეკონომიას ვაკეთებ ძალიან დაჟდა მობილური და მეთქი მოვასწრო და შემეერთებინა მან დამოეკრა. მოკლედ ვიყავი ჩემთან იქ მინდოდა ძალიან მინდოდა გადამეღო რამ ვიდეო მაგრამ აი ესეა საერთოდ როცა დიდი ხანი არ მყავს ნანახი ჩემები გავახსენა ხოლმე? საუბრობთ ხოლმე რაღაცთან მე ვანდას თმები ქონდა შესაგები მე შეუღებე აი ხა ამოვისურვე რასაც ხია მართლა შარვალი უკვე მძვრება 3 კილო დავიკელი უკვე ამ დღეებში ეს პროგრესია ჩემთვის ხო ესე იგი აქ მაქვს სარეცხვი რაც ცოტა წავიდე აი ეს პატი მარტო ბევრი არაფერი არა წინდები ორი შარვალი ჩემი და სუსუსი ამას ახლა გავხენ ვანდამ გამომატანა ესე ყიდულობს ხოლმე და ერთი შენ ერთი მე ერთი შენ ესე ვიძლი ხო კიდე რა ვანდა ესე მასაჩუქრებს ხოლმე ცოტა ეს დედამ ცოტა ყველი ვანდამ აი ესეთი კიდე ისინი გამიკეთა წიწიბურა რომელიც ჩვენთვის ახლა არის მთავარი ფაქტიურად იმიტომ რომ ბრინჩი უფრო ეს არის მეტი სახამებელი რო ქვია ნახშირწყლები და ისა ანუ ეს ამაშიც არის ნახშირწყლები მაგრამ იმდენი ცილები და ის არის რომ და ასე ვთქვათ კლეჩატკას რო ეძახიან აი ეგა რომ ანუ ფარავს რა ნახშირწყლები ისეთ საჭიროა რა თქმა უნდა ენერგიისთვის ხო მე ძალიან ამ დღეებში გადავარნილი ვარ ესეთ თემებში ხო კიდე ესეთი მდნარი ყველი ესეც ვნახე მე მგონი Google-ში ანუ სასარგებლოა არ არის სასარგებლო ეგეთი რაღაცა და მგონი არ არის ცუდი მაგრამ ბევრი არაფერი არ არის კარგი რა მოკლედ ის მავნებელიც ცოტა ეხლა კვირაში ერთხელ რომ მიიღო არაფერს არ გიზამს ადამიანს ხო ეს რიჩარდ ჩაი ესეთი ჩაი ეს ვანდას პრეზენტია პლიტკა შოკოლადი რომელიც ხანდახან თითო-თითო ასე ვთქვათ როცა ენერგია დაგვიქვეითდება ოღონდ დღის საათებში და როცა ვთქვათ რაიმე მოძრაობას ვაკეთებ აი მაშინ მხოლოდ ანუ ტკბილეულობა ესენი იქნება არ ვიცი კარგახანი იმიტომ რომ ეს არის ჩათვალეთ შაქრის დიაბეტის საწინდარი ხო და იმდენი რაღაცა გავიგე ამ ბოლო ხანებში რომ ნამდვილად არ მინდა თავი შევაკლა რაღაცა იმას გემოთმოყვარეობას ხო და რა უნდა თქვა ხო ესე იგი კომენტარებზე გამახსენდა მე იყო ესეთი კომენტარი რომ რაკენიო შენ ნამუშევრებთან დაკავშირებითო ნაწილი გაიყიდა მაგრამ მოკლედ რაღაცა ნაწილი დარჩა და უნდა წამოვიღო იმიტომ რომ ახლა ჯერ ერთი ეს რაც მიტინგები იყო ესეთი რაღაცა იმ პერიოდში ისეთი ადგილია უბრალოდ რომ იქ ახლა თავისუფლად აი სასეირნოდ და რაღაცა იმდენად ბევრი ხალხიც ვეღარ დადიოდა ну მაინც ეთქობა სიფრთხილეს თავი არ სტივა ხო გაგიათ და ხალხი არიდებდა მაგ მიდამოებში სეირნობას და შესაბამისად დაეცა რა მან გაყიდვები ისედაც ვიცი გამიგია სხვებისგან გავიგე რომ ანუ გაყიდვების რაღაცა პროცენტულობამ დაიკლო ზუსტად მაგ პერიოდში მოკლედ ზარალი რა ხო და ну ესე იდე ეს არის ხო აქ ბარკალი ჩავდე დედამ გამომატანა ერთი ნედლ ბარკალს ყიდულობს ხოლმე თვითონ აქ არის ვაშლი აქ არის მანდარინი კარტოფილი ხახვინი ორი მოკლედ ბოსტნეული კარტოფილი საერთოდ არ ვარგა მაგრამ ეხლა სოსოს ვერ ვეთქვი ვარს თუნდაც კვირაში ერთხელ შევწარ კარტოფილს რომ უყვარს ძალიან და
კვირაში ერთხელ შეიძლება რომ შემწვარი კარტოფილი გავუკეთო. თუმცა თურმე ახალ კარტოფილში არ ყოფილა იმდენი შემცველობა ნახშირწყლების და უფრო სასარგებლო ყოფილა ვიდრე ძველი კარტოფილი და ну, არ ვიცი, ჯერ ახალი კარტოფილს რა უნდა, არ არის მაგის დრო, ხო ეს დავდო. ხო, ესე ჩამოვკიდებ დროებით. ხო, კიდევ რა, ეს რომ მომწადე და ჩემო ის რა ქვია, რაღაცა გვეზელი. მეთქი არა, ჩვენ გამოთხოვილი და ეგეთი რაღაცები აღარ თქო. ეს რა წამოვიღე, აღარ წამოვიღე ჩემებიდან, მალეკიანი დრო აღარ მქონდა. ეს მაჩქადე და მაგრამ და მაქვს ესეთი ოღონდ ეს ცოტა სხვანაირია. მოკლედ ახლა ის ყავს ტყუპის ცალი არ არის, მოკლედ. არა უშეს ეს კარგია. თუმცა ამას ეს ძრება ხოლმე. ესეც ძრება ალბათ, ხო. ახლა ორი ცალი. ხო, ეს ერთი თუ გაბუშდა მეორეს всё, ჩანთაში, всё, მოჩა. და ვიყიდე მწვანილები. მოსაკრავდით ცოტათნით. დობი არ ვიცი ავათ არის. არ ვიცი რატომ. რაღაც ან რაღაცა შეიძლება აწინა თქო, არ ვიცი მართლა, არაფერი ისეთი არ უჭამია. და ადრესე იყო გაფიც და მოკლედ 2-3 დღე ესე თავისთვის იყო და მე მოცოცხლა, გამოცოცხლა. ვანდამ ეგრევე მითხრა, ეს რა ქვია, ვიდეო გადავიღე, მოჩვენეო როგორ არისო. მოკლედ, დობიდან გაფიკი არა, მე რა გავხდე, მე იმის საშუალებაც არ მაქვს, ექიმთან მივიდე და არ მწუკადა და ვანდამ ისეთი ის აქვს რა, რომ შეუძლია, რომ თქვათ თუ რამე დაგიხმაროს რა. თუ ღმერთმა მოკნას, მე თუ დაჭირდა ესეც იქნება. მოკლედ მწვანილებიდან ვიყიდე ეს წიწმატი, ოხრახუში და სალათის ფოთოლი რა. აი, მოვკიდე ხელი, მოძრა ფოთლები. მოკლედ სალათის ფოთლები. და ეს არის ეგრეთ წოდებული კლეჩატკა. ანუ ქართულად ბოჭკოვანი, ესე ქვია, მგონი. რაღაცა გოგრის დესერტი ნახე მაშინ ინტერნეტში და ისე მაინტერესებს, მინდა გავაკეთო. თან სრულიად უშაქროდ კეთდება. გადი. ხო გაქვს საჭმელი. ხო და მე არ იხურება ეს ბოლომდე და ძალიან მაბრაზებს. ადრე ესე მოხურავდი ხოლმე იხურებოდა. პურებიდან თეთრი მაინც ვიყიდე, იმიტომ რომ სოსო მაინც ვერ ძლებს, ერთი ნაჭერი პური მაინც უნდა შეჭამოს ხოლმე თეთრი და ეს ერთი თეთრი პური ალბათ 1-3-4 დღე იქნება. და ეს მოხარშული შავი პური აგური. მოკლედ ესეც მინდა ამოვიღო, ეს მოხარშული შავი პური. და მაგის ნაცვლად ვფიქრობ, მე თვითონ გამოვაცხო ხოლმე. ქვია კეტო პური. ანუ კეთდება მზესუმზი რა უნდა 2 სუფრის კოვზი, 2 სუფრის კოვზი გოგრის მარცვალი, ანუ გარჩეულებზეა საუბარი. 2 სუფრის კოვზი სელის მარცვალი. კიდე რა უნდა, ხო, ცოტა უნდა ეს ეგრეთ წოდებული, აი, რაზრიხლი წელს რო ეძახიან რა, ეს გამოფხვიერებელი, ხო. გამოფხვიერებელი, რომელმაც შეიძლება ცოტა ფერი შეუცვალოსო და ნუ შეგეშინდებათ, არაფერი არ არის, უბრალოდ რეაქცია შეცო. და ისა, გემოვნებით შეგიძლიათ ნივრის ფხვნილი დაუმატოთ, შეგიძლიათ კამის მარცვლები, ან რაღაც ეს. ხო, ეს უნდა დაიფქვას, მოკლედ ეს მარცვლები უნდა დაიფქვას, 2 კვერცხი უკეთდება, მოიზილება, ასე ვთქვათ, ცომი და ტაფაზეც მშვენივრად ცხება, ხო, დაბალ ცეცხლზე.
ხო და გამოდის როგორც აი შავი პური რა, ესეთი ის აქვს. შესახედავად ეგეთია რა. ხო, ესენი შევდო მაცივარში, ამას გავალღობ ღვიძლს. დავამზადო უკვე ხალისთვის. ხო, ეს მაცივარში ჩავდოთ. так. ხო და ეს სარეცხი. მანდარინებთან აი ეს ამპარი ყოფილა. და ეს კარტოფილი და ხახვი ამიოი წავა ალათი. ეს ფასე ხო ამას შევინახავ და ტოსტერში მე გავა ეს ჩაისა წავევა ხო მაგას ფიქრობ ამასაც უჯრაში ჩავდე ნახში ეს უჯრა მაგ უნივერსალური ყველაფერი მაგ უჯრაში ეტევა ხო კვერცხი არ მიყიდია ორი ცალი კვერცხი დამრჩა მარტო ეს წამოვიღე ესა ქვია დედაჩემს აქვს ძალიან კარგად და ლამაზად გახარებული ბალბა დიდი ყვავის ისეთი ლამაზია მოკლედ ჩავდებ ახლა წყალში იმედი მაქვს ფესვებს გაიკეთებს და ახლა ეს სველი ხელსახოცი შემოვახურე ასე ახლა ამას ჩავსვამ წყალში და იმედი მაქვს გაიკეთებს ფესვებს ესე იყოს უჩდება აი ეს წყალი ხო არ უნდა ხო ცოტა უნდა მოკლედ ერთი სული მაქვს როდის მოვა გასაფხული რომ ყვავილებს მცენარებს მივხედო გამოვაცოცხლო ჩვენ მაღაზიაში ვიყიდე საპონი უბრალო ლარიანი ისეთი კარგი სუნი აქვს ეს ნუშის არის თუ გამოჩნდება მოკლედ ნუში ახატია ნუში და რძე და რისთვის ყიდულობ ხოლმე საპნებს ახლა გაგეცინებათ საერთოდ საპნებს ყიდულობ ანუ ხელი დაიბანო საპნით თუ ახლა ხელი საპონი გვაქვს ხელი სახის სხვათა შორის მე საპნითაც ვიბან ხოლმე სახეს როგორც ბავშვობაში რა ოღონდ ხშირად არა რა თქმა უნდა ეს მაქვს ესეთ საპნებს ყიდულობ ხოლმე ის უკვე გაილია ანუ ესეთი ქონდა ნაყიდი ტილოებს ვრეცხავ ხოლმე ონკანში ანუ მაგიდის ტილოები ესეთი პატარა ტილოები საპნით ვრეცხავ ხოლმე კარგ ცხელ წყალში რომ და ესე იგი როგორ იცით აი არ მიყვარს ტილოს აქვს თავისებური სუნი მაინც ხო და კარგად რომ გავრეცხავ ხოლმე თან კარგი არომატული საპნით აი კარგი სუნს უტოვებს და იმიტომ მიყვარს რა მოკლედ საპნები მიყვარს ბავშვობიდან მიყვარს საპნები ასე ვთქვათ გართულება მაქვს ესეთი ახლა ყავასაც გავიკეთებ შეცვე ვანდამ დამპატიჟამ იმაზე რა ქვია პელმენზე სხვათა შორის პელმენში ახლა არის ცომი თავისთავად ხო ცომი თეთრი ფქვილის გამზადება და არის ნახშირწყლები მაგრამ მაინც რახანშინით შითავსი არის ხო ორსი ცხიმები პროტეინიანი მცირლები და ასე შემდეგ ნაკლებად მავნებელია თან 6 საათამდე მივიდე ხო და ასე რომ ესეთი ამბავი გუშინ ცოტა დავარღვიე გუშინ არ ვიცი გუშინ იყო ხო გუშინ იყო და არაფერი ანუ ცვლილება არ
მქონია, იმიტომ რომ დავარღვიერა ახლა მეც სუფრაზე არ ვიჯექი და არ მიქეიფია რა, ასე ვთქვათ. ძალიან მცირედი რაღაცით და არაფერი დიდი სხვაობა რა, გითხრათ. ხო. ისედაც რომ მკვირდები ძალიან ცოტა ნახშირწყლებს ვიღებ, შესაბამისად ნახშირწყლები არის ენერგია მაინც გჭირდება რაღაცეებისთვის. ეხლა როცა მუშაობს ადამიანი, იმას მეტი ნახშირწყლები ჭირდება. შესაბამისად სამსახურამდე კიდე შეიძლება რაღაცა თავი წახალისო, იმიტომ რომ ენერგია უნდა დახარჯო. მაგრამ საერთოდ მაინც არ არის ამაზე შეწორნილი. არც გადაღლა დატვირთვა. ხო, ესე იგი ცოტა ცივი წყალი გამდინარე წყალშია ის ღვიძლი რო გაურვეს. ეს გაზის ბალონი უკვე ნერვებს მიშლის, იმიტომ რომ რაღაცნაირად შუტუნებს და რო გაფუჭდეს არ ვიცი რა. ხო, კიდე ისა კომენტართან დაკავშირებით ის ირმა, ამგონი ირმა ქვია. საწყენად არ მithქვავს ირმა, ანუ მე ესე ვხუმრობ ხოლმე, არ ვიცი, ჩემი ხუმრობა ბევრს ეთქობა, რა ვიცი, ყველას თავისი ისა ხო აღქმა რაღაცის და ცუდად მართლა არ მithქვია, ღმერთმა არ მითაროს, უბრალოდ მართლა გამეცინა, იმიტომ რომ რაღაცა ესეთი სართულის ისა. ახლა მეც ვქონია ესეთი ინტერესი, იმიტომ რომ უფრო როგორ ვთქვათ, უფრო კარგად აღვიქვავ იმ გარემოს, სადაც ვთქვათ ადამიანი ცხოვრობს, ხო, კიდე რა უნდა მეთქვა, ის მგონი 10 მომკითხა, ეს ჩხეიძის ქუჩაზე თუ აი ზუსტად არ მახსოვს რომელი ვინ კითხა, მოკლედ რა ვიღაცამ კითხა ჩხეიძის არა, ეს სხვა იყო. ჩხეიძის ქუჩაზეო 4 წელი მან გავატარეო. აუ ზუსტად არ მახსოვს, მაპატიეთ რა. ხო და არის ორი ჩხეიძის ქუჩა თბილისში. არის ნინო ჩხეიძე, რომელიც არის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის ზემოთ, ანუ წმინდა ნინოს ეკლესია მან კიდე. მან არის ესა ნინო ჩხეიძის ქუჩა და ნინო ჩხეიძეს მე პირადად ვიცნობდი ცხოვრებაში. იმიტომ რომ ჩვენ მეზობელთან აი შეათ რო ვახსენებთ ნინო ჩაჩავასთან, ანუ ასე ვთქვათ, კოტე ჩაჩავას სახელობის კლინიკა როა. მოკლედ მაგ კოტე ჩაჩავას და ნინა ჩაჩავა იყო ჩემი კარის მეზობელი, ვინც ფაქტიურად ბებიასავით იყო მთელი წლის განმავლობაში, ადრეც მაქვს ნათქვამი და წელიწადში ერთხელ ნამდვილ ბებიას ვნახულობდი, აი ესე რა, 2 თვით, 1 თვით ესე. ხო და ამ ნინა ჩაჩავასთან მოდიოდა სტუმრად ვერიკო ანჯაფარიძე, სოფიკო ჭიაურელი, ნინო ჩხეიძე, მოკლედ ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანები მოდიოდნენ. და ნინო ჩხეიძის შვილიშვილთან, ასე ვთქვათ, მეგობრობდი კიდევაც ერთ პერიოდი ბავშვობაში რა, ერთად თამაშობდით ხოლმე. ხო, მერეც გვინდოდა რაღაცნაირად თითქოს მეგობრობის გაგრძელება, მაგრამ არ გამოვიდა. ხო, იმიტომ რომ ხო იცით ახლა ყველა საქმე აქ-იქით აქეთ რაღაცა და ჩემ ბავშვობაში უფრო ძალიან დაკავებულები ვიყავით ბავშვები. წრეებით აქეთ იქით და ეხლა ყველაფერი ფასიანი როა ხო, ანუ ყველა ვერ ახერხებს რომ რაღაცა წრეებზე იაროს და ჩემ ბავშვობაში უფასო იყო. ხო, მოკლედ შესაბამისად უშანგი ჩხეიძე, ანუ ნინო ჩხეიძის ძმის სახელობისა იყო ჩვენი ქუჩა, სადაც 45 წელი ვიცხოვრე და თუ მოვძებნე სურათი, ძველი სურათებში თუ მაქვს, ანუ აი აქ სადმე გაჩვენებთ, ანუ რომელ სახლში ვცხოვრობდი. უშანგი ჩხეიძის ქუჩაზე. ეს არის მარჯანიშვილის თეატრის გვერდზე ქუჩა. ახლოს მარჯანიშვილის ხიდთან. მოკლედ მარჯანიშვილის ხიდი
ჩვენ უბანს ბავშვებს რა ეს ახლოს იყო რა აკლებული მქონდა სულ წამარა სერნობდით დავდიალობდით ნუ ბავშვები ხო ხო და ესე მეგობრებო ასე რომ თუ რამე შეკითხვები მკითხეთ გაგცემთ პასუხს ეს ზედა რატომ მაქცია ხოლმე როცა გარეთ გავდივარ ზამთარში იმიტომ რომ ყველაზე თბილი გადმოვიდა ყველაზე თბილი არის ეს და ისედაც ახლა ის კურტკა ირინამ რომ აჩუქა ის კურტკა ისედაც თბილია მაგრამ როცა ყინავს ეტყობა მაინც ახლა თქვა საკმარისი არა თან ფართია ოდნავ და შეიძლება შევიდეს რა ნიავი და ეს შიგნით რომ აცვია ახლა ამის შიგნით უფრო მაიკამაცია საკმაოდ ისეთი აი გარეთ რომ გავდივარ აი კომფორტულად დავდივარ მარტო ხელები მეყინება სახე всё და ძალიან კომფორტულად დავდივარ ანუ არ ვიყინები ახლა მახსოვს ბავშვობაში არ ვიცი რას ვიცმევდით ხოლმე ისეც რომ სულ ვიყინებოდი ან ფეხი მეყინებოდა ან ტანზე ვიყინებოდი არ ვიცი მოკლედ ძალიან პრაქტიკული ტანისამოსი ნელ-ნელა შემოვიდა ჩვენ ცხოვრებაში და დიდება უფალს რომ არის ესეთი სუბუქი და პრაქტიკული და თბილი ეხლა ეს კურტკა რა იმ დროში რომ მქონდა რა ვიცი რა გამყინავდა თან ახალგაზრდა ხო უფრო ისეთი ხარ რა ძალიან იოლად არ იყინები ხო და იყო ესეთი მძიმე ალტოები მძიმე კურტკები ნუ არ ვიცი ძალიან მძიმე იყო ყველაფერი და დისკომფორტული იყო ფეხსაცმელიც მძიმე იყო ტანისამოსიც მძიმე იყო კი იყო ნატურალური ის ბამბა იყო თუ რაღაცა მაგრამ ნუ შალი ხო საერთოდ იკმინებოდა ტანზე ანუ ტიტველ ტანზე ვერ ჩაიწმევდი შალს და მე ისედაც ეხლაც არა მაქვს დიდი ალერგია ესე ვთქვათ შალზე მაგრამ რასაც ამოვნო მაინც რო წიწკნის ხო ავაც გავაკეთე ცოტა ოდნავ გადადუღდა არ მიყვარს გადადუღებული მაგრამ არა უშავს ხო დღეს კიდე ნიკაც ვნახე კარგი ხანი არ მინახია ნიკა მოკლედ ჩემებთანაც ანუ იშვიათად მიდის ხოლმე იშვიათად კი არა მე მგონი ბოლო ხანში საერთოდ არ იყო იქ ნამყოფი ხო და გამიხარდა ძალიან გაგიხარდება შვილს რო დაინახავ აბა რა იქნება ხო ესეთია არც იქით არც აქეთ არც ტკბილია არც უტკბილოა მოკლედ ყველაფერი მიჩვევაზეა რა ეს კი მიირთმევს საჭმელს და აი დობის რა შეიძლება არ ვიცი იმედი მაქვს მალე მოვა გონზე მადარო არა აქ ეს არ მომწევს კარგით მეგობრებო მივხედავ ახლა საქმეებს რაღაცები გასაკეთებელი ხვალისთვის ხო ის სერიალი ერთი სერიალის ყურება დავიწყე ძველი სერიალია ну ძალიან ძველიც არ არის მაგრამ ქვია ვიზიტორები ანუ ვიზიტორი არის იმაზე რა რეპტილოიდები და ესეთი ისა ანუ ეს შეთქმულების თეორია ხო და მომწონს ხოლმე ესეთი ფილმები სოციალიზმის კარგი ფილმია ისეთი რა ფანტასტიკა ხო და სხვა მეტი რა გითხრათ ხო არ უხათრის ვიდეოებს უყურეთ ბოლო 3 ვიდეო კიდე მე მგონი დღესაც დადებდა სერიებია პირველი მეორე მესამე უკვე გადაღებულია მე მგონი დღეს მეოთხე სერია უკვე იქნება ანუ წესით უნდა იყოს იმიტომ რომ 9 საათზე იდება ხოლმე მოკლედ ძალიან კარგი ის არის აი მართლა კარგად ხსნის აი შაქრის დიაბეტი რო არ დაემართოს ადამიანს კვების ну მოკლედ ძალიან კარგი ვიდეოები აქვს და შვენი აი როგორ თქვა ну ენამებმის რა იმდენად აი ემოციებში ვარ როგორ გამოვხატა სიტყვები არ ყოფნის ძალიან კარგად ხსნის მოკლედ ყველაფერს და ბევრ რამეს ვითვალისწინებ ხოლმე ანუ არ უხატრის რჩევებს მე საერთოდ ხო გითხარით კიდევაც ისეთი ტიპი ვარ რომ ყოველთვის ვიცი ხოლმე მაინც გადამოწმება მაგრამ
არ უხათრის, ასე ვთქვათ, რეცეპტებს მგონი გადამოწმებაც არ ჭირდება. თუ სწორედ ვიცი, მგონი აირვედი ქვია ესეთი მიმდევრობა. ძალიან კარგია და არ ვიცი, თუ დაინერგება ადამიანებში ეს ისა, ყველა ჯანმრთელი ვიქნებით. ხო, მოკლედ ესეთი ამბები. კარგით, აბა ეხლა მართლა დაგემშვიდობებით. ხვალამდე, აბა გაკვოცეთ და ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას.